დილამშვიდობის გოგოებო, როგორ ხარ? 3-4 დღეა ვგრძნობ, რომ უნდა იწვიმოს. 4 დღეა ვგრძნობ. როგორ ხართ თქვენ? თავზე მაწვებოდა რაღაც წენევასავით. წვიმიანი ამინდიც. მაგრამ მაინც კარგად ვარ, დღეს კარგად ვარ. თქვენ როგორ ხართ? ყველას გისურვებთ წარმატებულ დღეს. აქ მათეს ვერ მიშელია. ვერ შესუკეთებ. მოიხალა უკვე, ზეთში მოვხალე და ეხლა პალი მინდა რომ ავადუღო, ადუღებული წყალი დავასხათ, რომ უცბად გაუკეთდეს რა. სკოლაში მიდის ბიჭი და ამას საყიდელი გამომელია. აქ არის, მაგრამ მე მგონი რომ ერთი ყოდი გამოვამარტო. ერთი ყოდი. მაგრამ ნახოთ ჭიქებში მომავადუღო 2 გამოვა. პატარა ჭიქებში რომ გიასაც დავალებინო. მე ვიყიდი, ეხლა რო გავართ. მათს რო წავიყვან. პატარა ჭიქებში კი არა, ნახევარს დავხსნავ. გუშინ ზელმამ ძალიან კარგი კომენტარი მომწერა და ეხლა უნდა ვიწყაჩუხო გოგოებო. SMS და რასთან დაკავშირებით გუშინ ხო ვისაუბრე, მე რაზეც ვისაუბრე. და რით განსხვავდებაო? ხილებაო, ჭორაობისგან და განკითხვაო. ძალიან საინტერესოა. ეხლა უნდა ვიყავ ზელმა. ზელმარი ძალიან საყვარელი გოგო და ძალიან თამამად მწევს ხოლმე, რაც არ მოსწონს, რაში არ მეთანხმება, მაგასაც ძალიან თამამად და აი ძალიან საყვარელად მწევს ხოლმე და მეც რაში არ მეთანხმები, მეც ვწევ ხოლმე. ეს არის ძალიან კარგი. აი ძალიან საღი. ძალიან საღი. განყინებს შეურაცხყოფას, კი არ გამცირებს. უბრალოდ რაღაცაში არ დეთანხმება გწერს. ამას მივესალმები და ძალიან მიყვარს მისი კომენტარები. ეხლა განკითხვა რა არის გოგოებო? ანუ ბიბლიაში წერია რომ ნუ განიკითხავო. იმიტომ რომ განკითხვა ჩვენი საქმე არ არის. ეს არის სასამართლო.
ეს არის სასამართლო. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის საქმეა ადამიანის განკითხვა და მისი უფლება. ჩვენი უფლება არ არის ეგ, რომ ადამიანი განვკითხოთ და ვუთხრათ, რომ აი შენ ამას განაჩენი რომ გამოვუტანოთ რა, ერთი სიტყვით, ეგ არის განკითხვა. აი ამას იმსახურებ, ამის ღირსი ხარ, ესე რომ გააკეთე, აი ამის ღირსი ხარ. ეს არის განკითხვა. ესე ცუდად რომ მოიქეცი, შენ ამისი ღირსი ხარ. განკითხვა. ანუ თან დასწრები, უკსუკა კი არა. მის თან დასწრები ეგ განკითხავ და ეუბნები, რომ შენ აი ამისი ღირსი ხარ. ჩვენ არა გვაქვს მაგის უფლება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის უფლება, რომ ადამიანს გამოუტანოს მსჯავრი. რისი ღირსია ადამიანი. ამის ღირსი ხარ, იმის ღირსი ხარ, ეს ჩვენი საქმე არ არის. მას არის განკითხვა. ჭორაობისგან განსხვავდება, იმიტომ რომ ჭორაობ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი შენ გვერდზე არ არის და ცუდს ვლაპარაკობ მასზე. მომივიდა. აქ ცოტა დასჭირდა. ნახე. იყოს ესე. ხლა ის აი ბევრი რომელიც არის ის გიასწავლოთ. დიდი ბიჭი არის უფრო. ხო, აი ეს არის განკითხვა. და მხილება. მხილება რა არის? შეგიძლია ადამიანი ეში ამხილო სიყვარულით უთხრა რომ რაღაცას აი ამას არ აკეთებს სწორად და დაანახო აღძრა რომ შეიცვალოს. ეს მხილება. მსჯავრი კი არ გამოუტანო და სასამართლო კი არ მოუწო. სიყვარულით რო უბნები, რომ მინდა რომ ესე გააკეთო. უკეთესად გამოვალი ხარ. ხო, აი ესე გოგოება. ეგ არის განკითხვა. რა? მეორე ჩაიცვას ერთი წუთით. მეორე. აი ესე გოგოება. ადამიანს რო მსჯავრი გამოუტანოს, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ღვთის უფლება და კონკრეტულ დანაშაულს თუ ჩაიდენს ადამიანი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც აქვს უფლება, რომ გამოუტანოს მსჯავრი თუ ვიღაცა მოკლა და ვიღაცა გააუპატიურა, რაღაცა ცუდი ისეთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, აქვს სახელმწიფოს უფლება, რომ გაასამართლოს. ჩვენ არა გვაქვს უფლება ამ ყველაფრის. ჩვეულებრივ ადამიანებს ვიღაცა გავასამართლოთ და უთხრათ, რომ ამის ღირსი ხარ და იმის ღირსი. ისეც მომხდარა ხოლმე, რომ სოფელს გამოუტანია მსჯავრი, ხო? ადამიანისთვის და თუ რაღაცა ისეთი ძალიან ცუდი ჩაიდინა, თვითონ სოფელს ჩაუქოლიათ, ესეთი შემთხვევებიც ხო ყოფილა. ეს არის კონკრეტულ დანაშაულს როცა ჩადის, რა თქმა უნდა, აქვს უფლება სახელმწიფოს და რადგან ხელისუფლებებიც და სახელმწიფოც ჩვენი მთავრობები, ამიტომაც არის, რომ
თავრობები არიან ღვთისგან დაყენებული, რომ იყოს წესრიგი. თორე ხო არ იქნება წესრიგი, იქნება საშინელი ქაოსი. ამის და საბოლოოდ ყველას, აბსოლუტურად ყველა ადამიანს ღმერთი გამოუტანს განაჩენს. ყველას. თვითეული ადამიანის საქმე, სახელმწიფო მოხელეებისაც და ყველასი აბსოლუტურად ყველა წარდგება საბოლოოდ ღვთის წინაშე. ეს ყოველთვის მახსოვს ხოლმე და არასოდეს არ მავიწყდება. არავის საქმეში არ ჩავერიო, არავის საქმეში ცხვირი არ ჩავყო, მით უმეტეს რომ თუ საერთოდ არაფერს არ ნიშნის ადამიანი, რაც ჩემი საქმეა, ვინ რას აკეთებს, ვინ რითი სუნთქავს, ვინ რითი ცხოვრობს. არ არის საერთოდ ჩემი საქმე. მოვეცადოთ, რომ ღვთის ფალში სწორად მოვიცით ჩვენი ცხოვრებით. ხილებას საჭიროება კიდე გეტყვით, რომ ხილება ეს სიყვარული თუ გაკეთებ, შეიძლება ადამიანს რაღაცას ეუბნები რა, გინდა რომ კარგი გახდეს. გინდა რომ სინდისი მისი აღძრა, რომ რაღაცნაირად ცუდს აკეთებს. ამ შემთხვევაში უნდა შეახო კიდევაც მისი კარგიც უნდა თქვა რა, კარგი ეს სხვა რაღაცაა, რომ აღძრა კარგი გააკეთოს, აღძრა სიკეთე გააკეთოს და ანუ თავის დანაშაულს მიხვდეს, ჩაახვედრო, ოღონდ განკითხვით კი არა, ჭორაობით კი არა. ანუ პირისპირ უნდა დაელაპარაკო. მიყვეთ მიყვას ეს გოგოებო, ნახეთ როგორ დაბრაწულია. მათეს ახლა ცოტა ისქენ მოვასწროთ. ჩამოსა. ავიდეთ სკოლაში. რა ვიცი, ზელმა იმედი არის, რომ ეს რაც გაინტერესებდა, პასუხი გაეცა, ხო, მაკითხვის. მიყვარხარ ძალიან. სუგაცივდა ეს. ესე უგემურად ყავარდამილებია. ცივი უშაქრო ყავა, რომელსაც ყავაც არა აქვს. ანუ ყავის გარეშე ყავა ცივი უშაქრო. ეს არის გაშინელება. გია, ყავა როგორ მოგეწონა? გემრიელი იყო, რა იყო ბიჭო გემრიელი? ზევსახსო. არ არის წუნია ჩემი ქმარი. არ არის გემრიელი, საერთოდ არ არის გემრიელი. ეხლა მინდა ცოტა ამოვიღო ეს ის არა ქვია, ვერმიში. პატარა თეფშიზე უნდა ამოვიღო.
დილით გოგოებო საჭმეს ხوارავ ჭამე ყავასო და მე მომდის ხოლმე 4 საათი 5 საათი მთელ დღეში ვარ ხო ფაქტიურად და გუშინ ვფიქრობდი რომ აი ერთი ლუკმა ჟანა ხო შეგიძლია შეჭამ ხო არის ყოველთვის მაგ რაღაცა სახში შეიძლება ეხლა ჩაკაფულები და ოსტრი და ძალიან ისეთ საჭმელები არა მაქვს მაგრამ რაღაცა მაქვს კვერცხია ისა რაღაცები მაქვს ყოველთვის ხო და ხო შეგიძლია დილით შეჭამო რომ გადავარდნამდე არ მიხვიდე ხოლმე რა არ ვიცი დამიმრია დამიმრაში ამერაშია ხო ვერ მიშელი თუ საათამის ავა მომეწონა ვერ მიშელი ნამელა შემეჩვენება აუცი ამკის არ ვიცი მოსარევია ზოგან არ აქვს მარიცეთ გეკულესი არ მიყვარს და ის რომელი მიყვარს რძიანი ნესტლესი როა ეგ უნდა ვიყიდო და გავიკეთე ხოლმე დილით ძალიან გემრიელია ეგ გოგოებო ნაბიჯი არ იყიდება კალფურში იყიდება და გვირილაში ლიბრეში არ ვიცი არ მგონია ლიბრეში არ იქნება ნახეთ რამდენი შეჭამე ხო? ხო ნახეთ ესეც საკმარისია რომ გული არ წამივიდეს მე 4-მდე მშვიერი რო არ ვიყო აი ეს რაღაცა არის ჯობია დილით სირა რა თქმა უნდა მაგრამ ნახე წყალიც ძალიან მაგარია კარგია გურგულეული ძალას გმატებს ადამიანს ეხლა და ყავასაც ვიყიდი ყავა კვერცხი შოკოლადი და ბანანი ეგ ნიჭმევა არ ვიცი როგორ შეველევი ამ არაჟანს არ ვიცი მათი მთხოვს არაჟანი და რა გავაკეთო გოგოებო და მიწერეთ რა რომელი ვიყიდო წონისა რო იყიდება ხო ეგ ვიყიდო არ ვიცი რა ვიყვა სოფლისნობა ციტანს ძალიან კარგად და უნდა ვცადო ისაბა წონისა ვიყიდო და როგორ გაიტანს პატარ-პატარა ფერმებისა რო აქვთ ხოლმე წონის ხაჭო წონის არაჟანია ეგ ვიყიდო მეთქი ვფიქრო ხო საინტერესებს ამას მაწონი არ აინტერესებს არ უყვარს არც მე არ მიყვარს არც ნიკას არ უყვარს ანუ არ გვიყვარს ჩვენ გიას უყვარს მარტო ზე გიას ვავდახome რომ მომქონდა მაწონი რძე ანუ ყველი უყვართ და არაჟანი всё ეგარი ეს ცხობასაც შევეშ ერთ პერიოდი როგორ მასვქენი ახსოვთ ბულკებს რო ვაცხობდი შევეშ მაგ ცხობასაც არ მიდაი რო ვფიქრობ ხოლმე არ არის რა ეგ განსავი და კარგი რა არ არის მირჩევნი 1000 ერთხელ რომ მომიდება აი აქ არის ეცხობი და კარგად ეცხობი ვიყიდო ეგ ფუნთუშა არ არის ესეთი როგორცაც მე ვაცხობ მაგრამ ამ ხელა ტაფით რო ვაცხობ და სუჭად მე ეგეც არ ვიცი აი უკვე როგორ ვიკვებოთ ვერ ვიგებ ხომეობნებით გააკეთე სახში ჟანა ესეც გააკეთე ისიც გააკეთე ზაფხულში მოიმარაგე დაიმარაგე და ჭამაზე ძალიან ავარ
დაბნეული. წავედი გოგოებო. არ მეზარება, მე არაფერი არ მეზარება. მე ძალიან ოჩაღი ვარ, ასე ვთქვათ. არ მეზარება არაფერი. უბრალოდ დაბნეული ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო. ვარგა რო გავაკეთო, ღიის რო გავაკეთო, არ ვიცი. რა გიტყვი? დოებით ხო?